საღამო მშვიდობისა მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო დღეს კვირა და რა თქმა უნდა ისევ ღელავ ჩავახველებიოთ ესეთი სტუმრები მყავს რომ აი არ ვიცი თქვენ უკრებთ ყველაზე სასაცილო ყველაზე გასართობ არაჩვეულებრივ გადაცემას ანეკდოტების შოუ ესე იგი ორი კუთხის წარმომადგენელი მყავს დღეს სტუმრად იმერელი და ქიზიყელი ქიზიყელს მე კახელს ვერ უწოდებ იმიტომ რომ ამაზე ცოტა მრისხანენი ხდებიან თუ რატომ ესენი თავად აგვიხსნიან ყველაფერს თან მიხვდებით რატომ ვერ გავბედა ვასემთლად ყველაფერს მოკლედ ენჯელ მელაძე და ელენე სიყმაშვილი სტუდიაში ხო ელენე სიყმაშვილი და ენჯელ მელაძე ელენე მოკრივეა ხოლო ენჯელი ექიმი ოღონდ ექიმი ელენეს კი არა რინგზე მის მეტოქეებს ჭირდება ელენე სიმპათიური მოკრივეა თუმცა ახლოდან სიყვარულის ახსნა მამაკაცებს ეშინიათ ენჯელი სილამაზის ექიმია და მე რომ ახლა ასე ლამაზად ვსაუბრობ მისი დამსახურებაა ენჯელი იმასაც დაპირდა მალე სახის გამოჩენაც აღარ მოგედიდებაო ელენეს სახეზე არ ეტყობა მოკრივეროა თუმცა მის მეტოქეებს ხშირად ეტყობათ სახეზე ელენე რომ მოკრივეა მოკლედ დღეიდან იტყვით ქალი ვიციმე ან რინგზე ან თეთრ ხალატშიო ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუა არ შეწუხდეთ პულტები უკვე გადაგიმალეთ ასე რომ დარჩით ჩვენთან მოგესალმებით გამარჯობათ მოგესალმებით როგორ ბრძანდებით მადლობა კარგად კეთილი იყოს თქვენი ფეხი ასევე თქვენი ფეხით თქვენი მკლავით თქვენი მუშტით თქვენი ხო ამბობთ კი ჯანზე ვართ ხო და მე მოშორებით დავიждები აქ ასე აჯობებს აბა გოგონებო როგორ ბრძანდებით ფანტასტიკურად გძნობთ თავს პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწვევისთვის და რა ვიცი დარწმუნებული ვარ რომ კარგად გავერთობთ და კარგ დროს გავატარებთ კარგად ვართ კი ბატონო ესე იგი წარმომავლობაზე ვისაუბრე და ქიზიყი თავის მშვენებასთან და სილამაზესთან ერთად მოითხოვს კონკრეტიკას, კონკრეტულად საიდან? სიღნაღის რაიონიდან სოფელი ანაგა და ასევე გვაქვს სოფელი კარდენახის გვერდით, ესე ახლო, ადრეც ისიც ქიზიყი იყო, მაგრამ მე ხა ძველ დროს ხო იცით რაღაც ჩხუბები, ომები, წიოკები და რაღაც მიისაკუთრეს იქეთ-აქეთ და მაინც ქიზიყია, მე ვთვლი რომ ქიზიყია. კი ბატონო და ძალიან დიდ პატივს ვცემ მე ქიზიყს და ძალიან ბევრი მეგობრები მყავს ხოთა შორის და ხშირად ვარ ხოლმე განსაკუთრებული ღვინის და განსაკუთრებული ხაშლამის მოხარშვალიდან საოცარი. კარგი კახური პურმარილიო, როგორც იტყვიან ხო? აბა რა ეხა. თქვენ საიდან ბრძანდებით? მე იმერელი გახლავართ, ჩემი ფესვები იმერეთიდან არის. კერძოდ ზესტ აიფონი. შეგენას ზესტ აიფონი კარგია. გადასარევი და მოდი რა ბარემ რადგან ეხა ვიცით რისთვისაც ვართ მოსულები ორივე ისეთი მხარია ერთი ცოტა მძიმე ერთი ცოტა ხალისიანი მაგრამ კახური იუმორი ძალიან მე კი არ ვიცი ხა ეს კახური იუმორი საერთოდ მაინც მსმენია რომ პირდაპირები არიანო და საინტერესო იქნება თქვენი მონაყოლი ამბები თუ ანეკდოტები. და მოდი სანამ გადავალ შინაარსზე იმისა თუ რა პროფესიაში ხართ და როგორ ხართ დღევანდელ თემებს წარმოგიდგენთ და კახელები, ცხოველები, ოჯახი, ღალატი, მოგზაურობა, სპორტი, იმერლები, ექიმები და რაჭველები. ეს გახლავთ დღევანდელი გადაცემის თემები 3 რაუნდისგან შედგება, ჩემო კარგებო, ჩვენი გადაცემა პირველ რაუნდში მანდევს ახლა პლანშეტი, რომელზეც თქვენი მშვენიერი თითები უნდა გაუსვათ, რომელი თემაც ამო, ან ისტორია, ან ანეკდოტი უნდა მოგვიყვეთ. პირველ რაუნდში თამაშდება 50 ლარი, მეორეში 100, მესამეში 200 ლარი. ბევრი არაფერი, მაგრამ დღევანდელ დღეს რომ ერთად გადააგორებთ, ნამდვილად იდეალურია. გული მიგრძნობს. ასეთ ყველათ არ მოგიყვანთ. ეხლა ხაშლამაზე რო ვილაპარაკეთ, 3-4 კილო ხაშლამა კი მოდის და ღვინო კი გეკნება ჩამოტა. კი, ხაშლამას რა ხინკალს მაინც მივირთმევ. ხო რა. კარგით, მოდი გითხარით კრივთან დაკავშირებით.
მოკრივე ბრძანდებით, ხო? დიახ, მე ვარ პროფესიონალი მოკრივე, ჯერ კიდევ საქართველოში ახლიდან ყალიბდებოდა კრივი, ეს იყო 2004-5 წელი, როდესაც საფუძველი იყრებოდა ამ ყველაფერს და მაგ პერიოდში დავიწყე არჯიში, თუმცა შეჯიბრები არ ტარდებოდა ხოლმე და აი ესე ჩემთვის მოვიდოდი, აი ეს დავდიოდი რა, რასაც ქვია. რაც შეეხება მიღწევებს, მაქვს სარეიტინგოები მოგებული და მსოფლიოც მაქვს მოგებული, მაგრამ უკამრო ჩემპიონი ვარ. ანუ ესეთი რაღაც მოხდა, ბრძოლა ჩატარდა ფინეთში და ზოგადად, როდესაც სხვა ქვეყანაში მივდივართ ხოლმე, თუ ძალიან კარგი შედეგი არ ვაჩვენეთ, ანუ ნოკაუტი. თუ ნოკაუტით არ გავაგორეთ, რასაც ქვია და არ დავეცით ძირს, მაინც და მაინც ხელს არ აგაწევინებენ და ქულებით მოგებული იყო, იქ რაღაც გარემო პირობები იყო, გზავრობა დიდი ხანი, რაღაც ცუდი დაღლილობა ისის და აღდგენაც ვერ მოვასწარე და მოკლედ ქულებით მოგებულზე არავინ არ ამაწევინა ხელი და ის კამარი დარჩა იქ, ნუ არაუშავს. რაც არის, ეხლა 1-2 წელი დამრჩა ეხლა და ვცდილობ რომ სანამ ხო ანუ აქტიურ სპორტში. კი, ეხაც რევანში მექნება მაისში, დუბაიში ვიჩხუბე, ესეც ჩემი ბრძოლა იყო, აქაც ფრე გააკეთეს და ეხლა მაგრად უნდა ვცემო რა, რომ ეხლა მაინც წამოვიღო და ავწიო ხელები რა და იცი რა მაინტერესებს, ეს როგორც ეხლა მსმენია, მე დილეტანტი ვარ, ესე ძირეულად არ ვიცი, მაგრამ გარდა პროფესიონალური კრივისა კიდე არსებობს რაღაც ისეთი, აი თანხაზე რო ჩხუბობენ. თუ გიცდიათ, მაგრამ ძალიან საკმაოდ ისეთი პოპულარული. ჩვენთან არის ორგანიზაცია, გამაზე საუბრობთ ალბათ, კი, ჩვენთან არის. კი, მაგრამ უბრალოდ ხა მე წონაში დიდი ვარ, 75-16 კილოგრამში ვჩხუბობ და ჩემ წონაში არ არიან და 2-1-ზე? კაცს თუ გამომიყვანი, მაგრამ ხა კაცი და ქალი რა თქმა უნდა რინგზე არ დადგება. ისე თუ გიცემია კაცი. აი, აბა, გაიდრო გაატარეთ ეხლა. არა, ტრისას ეხლა თქვენი გაბრაზება, თქვენ ჩემო ნაზვარცება. თქვენ რა პროფესიას ფლობთ? მე გახლავართ ექიმი. აი, ძალიან. უკვე 25 წელია მედიცინას ვემსახურები, თუმცა ამ ბოლო დროს უკვე შევიცვალე ჩემი პროფესია, სხვა განხრით წავედი და ამჟამად ვემსახურები სილამაზეს. გახლავართ კოსმეტოლოგი. და ელენე ხშირად მსტუმრობს თავისი ჩხუბების მონგრეული სახით. ანუ შეგვიძლია რომ ჭირდება ხოლმე ჩემი დახმარება და ესე განუყრელები ეხლა მე ვერ დამარწმუნეთ რომ ამე აქ ეხლა ამას პლასტიკი. ცოტა ცხვირი მაგ გაფუჭებული. ნუ ჯერ არ ჭირდება. ნუ ეხლა გასაგები მიზეზი. ანუ აქედან სხვა პროფილი მაგ და აქედან სხვა და ბრძოლას რომ მორჩები. ამას ვეუბნები ხოლმე რომ მეთქი ცხვირი უნდა დამიფილერო თქვა. ნუ ყოველ შემთხვევაში ხელს შეავლებს მაინც. რა თქმა უნდა, ანუ კორექციას გაუკეთებს. ეს აღარ მექნება იქით წასული და სწორი იქნება. კარგია თქვენი ექიმი რო ყავთ პირადი. უფრო თამამად იუმორთან როგორ ახართ? კარგად, ახლოს. ახლოს. კარგი, მოდი მაშინ დავიწყოთ თქვენგან. გავუშვით ხელი პლანშეტს და ვნახოთ რომელი თემა ამოვა და დავიწყოთ თამაში. იქით ხართ ხოლმე თუ თბილისში ცხოვრობ? აქ ცხოვრობ, თუმცა მშობლები ან ვინმე ყავთ? დედა მყავს დაღუპული, მხოლოდ მამა მყავს, მაგრამ ძალიან ხშირად მოძრაობ, რადგან ჩემს ეზოს და სახლკარს ვერ ვტოვებ და ხშირად მოძრაობ. ხო, ძალიან კარგია. ოჯახით მოღვაწეობ, აქეთ შვილი მყავს 15 წლის, მეუღლე არ მყავს, დიდი ხნის უკან დავემშვიდობე. ალბათ არ გაგილახიათ ისე წამი. ნუ ესე ჩემს ცხოვრებას ესე უფრო მარტივად უხდებოდა ესე. არა, ნუ მესმის, ცხოველები. აბა რა გახსენდებათ? ცხოველები. თქვენ გავიგერო ვირზე მაინც მოყვებით აღარ. კახელები ხა. გამოვირჩევით იმ. აბა თქვენ რას მოგვიყვებით? ნუ ცხოველებზე ბევრი ანეკდოტი ალბათ არსებობს, მაგრამ აი ერთი მახსენდება ძალიან ესეთი საინტერესო. დიახ. მოკლედ კურდღელი და მგელი. აჰა. კურდღელმა იყიდა Ford Focus-ი. ესეთი მანქანაა და ნუ მოკლედ ბლატაობს ტყეში დადის ამ Ford Focus-ი ჭკუაზე აღარ არის და მგელი დაემგზავრა და ეუბნება მგელს. შენ იციო ეს რა მანქანა არის? რა მანქანა? Ford Focus-ი და ამ მანქანით მე ფოკუსებს ვატარებ. რა ფოკუსებს ატარებ კი არა? აი მოდი ახლა შენ თვალები დახუჭე და იქ რო კედელია გავივლი ამ კედელში. მართლა? კი. დახუჭა მგელმა თვალები, კურდღელმა აიღო სიჩქარე, ნუ რა თქმა უნდა მანევრი გააკეთა, გაატარა და გაახილე. მოიხედა, ვა, კედელი გავიარეთ? ეს რა მაგარი მანქანა ყოლია, უნდა მომყიდო.
მიყიდა ძალიან ძვირად. გახარებული მგელი მიდის ტყეში და ფორტ ფოკუსი მყავს და ჭკუაზე აღარ არის ჩაიჯინა ციყვები, მელიები, ბაჭიები ჭკუაზე არ არის ბლატაობს და ეუბნება ეხა ამათ ეს ფორტ ფოკუსიაო და მე ფოკუსებს ვატარებო და აბა როგორ ეხლა ყველა მთვალი დახუჭეთ და აი ის კედელი რო არის არ დავეტაკები გამჭოლად გავივლი აკრიბა სიჩქარე ყველა მთვალები დახუჭეთ კი ვხუჭავთ აკრიბა სიჩქარე წავიდა ბრახ დაეტაკა კედელს ყველა დალეწილი მონგრეული გამოდის მანქანიდან და ეს რა გვიქნა კაცო ვიღაცა მთვალი არ დახუჭა იბატონო პას დააბრალა ჩაგითვლით და ჩვენიერია თან ერთი ცხოველებია ამდენი მთელი ტყე იჯდა მანქანაში გასაგებია თქვენ უნდა გადააგრძელოთ ასე ვთქვათ ცხოველი ნუ მეც მახსენდება ეხა მოდი მე თევზს და მოვყვები რა მოკლედ ესე იგი სოფელში ხმა გავარდა რომ ოქროს თევზია მდინარეშიო და მთელი სოფელი მიდის თევზაობს იჭერენ ამ ოქროს თევზს და სრულებს ასრულებინებენ და ერთი დებილი გაუბედურებული კაცია და ამანაც თქვა რომ მოდი მეც დავიჭერო ეხა ამ თევზსო იქნება რამეს მოვეწიო რა მეც ვთხოვო რაღაცებსო და წავა დაიჭერს ანკეს მოდებაში არ არის ვაფშე თევზაობის დადგება მდინარესთან და დაიჭერს ამ ოქროს თევზს და ეკითხება შენ ოქროს თევზი ხარო და ხო აბა მითხარი რა შეგისრულო და აი ეს ხო ეხა დებილია და დაავიწყდა სურვილები და მოდი ეხა ამას მოვატყუებ გაიფიქრა და შეტრიალდიო თევზს უთხრა შეტრიალდა ზურგით და როგორც შეტრიალდა ამან დაიჭირა და გააუპატიურა ხო და გაგიჟდა თევზი ეს რა მიქენიო შენო ნახეო ხვალეო თუ ისეთ სამაგიეროს გადაგიხდი შენ ნახავ რა მოგივაო გათენ და მეორე დღე და ეს კაცი მოკვდა წავიდა ჯოჯოხეთში გავიდა გარკვეული პერიოდი და თევზი ჩადის ჯოჯოხეთში და ეხა დაუყვა იქ ქვაბებს რა ერთი ზის იხარშება მეორე იწვება წივიან კივიან რა ვიცი გაუბედო რაც ხდება ეხა ჯოჯოხეთში და მივიდა იმ ქვაბთან და ეს კაცი დაინახა და ეს კაცი აი ეს გათხლეშილი კარგად წამოწოლილი წევს წყალში ბანაობს ჭუპალაობს და ეს მაგს ეუბნება რომ ისინიო წივიან კივიანო იწვებიანო იხარშებიანო და ესო რატო ბანაობს რატო არის თავისუფლად და რა სამბობო რამდენი ცეცხლის ასანთებად დავიყუზე იმდენი მომეპარა და გამოვპატიურაო კარგია ჩვენიერი გადასარევი აი კარგად მივდივართ ეხლა თქვენ დააიღოთ პლანშეტი გაუშვით ხელი და ვნახოთ რა ამოვა რომ პირველი რაუნდისკენ ოჯახი არ ვიცი ხო ოჯახი მახსენდება ხო რაღაც ხო ისა ოჯახი მოკლედ ოჯახი მიდის ნათესავთან სტუმრად და გზად მოუწევთ ტყის გავლა ტყე უნდა გაიარონ რომ მე გზას დაადგნენ რომ ნათესავის სახლთან მიაღწიონ და ტყეში რომ შევლენ ყაჩაღები დაესხმებიან თავს და ჩკარაო გაჩერდითო ეხლა ფული ოქრო თუ არა და შენ ცოლი უნდა გავაუპატიუროთო და მაინც იქტრიალებ ხო რა და ეგ არის არა ეხოცება რა ვერაო რა გეხოცებიან ნუ გაუპატიურებ არც ფული გვაქვს არც გაუბედურებულები ვართ და არა რა ეს ყაჩაღები იგიჟებენ თავს ნუ გაუპატიურებენ ამ ცოლს და ზიან რა და მიდიან ეხა გაიარეს ეს ტყე შევიდნენ სოფელში უკვე მიდიან ეს ქმარი არ ელაპარაკება ცოლს ზედაც არ უყურებს დანაპირს არ უხსნის და გამოჩნდა ეს ნათესავის სახლი მიუახლოვდა და ეს ცოლი ეკითხება რომ რა იყო შეკაცო რატო ხმას არ ამცემო რა დავაშავეო მე ხო არ მინდოდაო თვითონ ძალით გამაუპატიურესო და ქმარი შეხედავს და ქვემოდან კარგად უქანავებდიო ბრავო როგორ ზვერაო და ეთყობა ზვერაო და ანუ დებილი არის ზვერაო და ეთყობა და ზვერაო ჩვენიერი იცი რა მითხარი აი ყველაზე ისეთი ჩხუბი რა გახსოვს რომ წარით გაგვახი ხართ კი სხვათა შორის მე არ ბრაზდები ხოლმე აუ იმ დროს ისე ხარო დრო გაბრაზდები ჯერ ხო დარტყმას ხო ვერ ეგზნობს საერთოდ ვაფშე სხვაგან ხარ და ერთხელ ძალიან მაგარ გოგოსთან გამიშვეს რა ვიცი ქალი იყო კაცი იყო ჯერ ხო ვერ მივხვდი რაღაც აი ისე დაჯღანული რაღაც გამოვიდა სანამ რიგზე მოვიდა უკვე მეშინო და ცხოვრებაში პირველად შემეშინდა მაგრამ მაგარ ფორმაში იყო და იმდენად ვერ ვემზადებოდი ეხა სამხედრო მოსამსახურებართან და დრო ყოველთვის შეზღუდული მაგ და მოკლედ სანამ ფედერაციიდან წერილი ავიტანე რომ არიქა და შეჯიბრი მაქვს უნდა მომემზადოთ ხო სანამ ერთი 19 თაურმა მოითათბირა რომელ დღეებში გამიშვარ კი გავიდა 2-3 კვირა და ერთი კვირა აღარ დარჩა და ეხა ერთ კვირაში რა უნდა მომზადებ
დაჯილდოებულიყავი, წავედი და გერმანიაში მომიწი ამ ვიღაც მარია ლიმბერგთან, ესე იგი ქალი მოდის და მოკლედ აი ეს იქნევს ხელებს ერთი 9 კამარი მოაქა ეს საწყლად შევთვის უყურებ ეს კუთხიდან გავხედე მე ვთქვი შენი გიჟი დედავატია შენ არ გაცემინო თავი ვაიმე რას გავდა აი წირო დამედგა ეს სახეზე ხო უყურებ რინგის კუთხიდან კუთხეში რაღაც აი უჟასი იყო საშინელი ჩემპიონი იქნება აი მე 60 მერე გავიგე 79 ბრძოლა ქონდა გაკეთებული კიდე კაი გარდამაკატლეტა იქ და რაღაცა უკვე ვატრებდი რომ ვიღლებოდი რა და შეუწყვიტე ბრძოლა რა ეხა სპორტია რა ეხა როცა გრძნობ რომ თავს არ ფლობ კარგად ეხა ხო არ ვაცემინებდი თავს და ეგრევე მე თქვი კარგად იყავი დადი შენ ჩამოვიდი ისე გააქხო მე ურთიერთობა მე ადამიანი კი სხვათა შორის ყველა მეგობრებით ხომ ერთმანეთს მე რინგის მე ყველა ტკბილი არის და ეს how are you my friend არა ის აღარ მაინტერესებს ხოლმე მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ეხა გამარჯობა გაგიმარჯოს ყოველთვის ნუ გასაგებია კარგი ოჯახში აბა თქვენ უნდა მოყვეთ ეხა ოჯახზე მახსენდება ერთი ანეკდოტი მოკლედ ქალი არის დასასვენებლად წასული სადღაც ერთი თვე არ იყო სახლში და ბრუნდება ერთი თვის მერე გალაღებული გაზაგრული ნუ მოკლედ ჭკუაზე არ არის აღებს სახლის კარს და რას ხედავს ქმარი კალეშილი მთრალი ფეხზე ვერ დგას ვერ ლაპარაკობს სახლი მინგრეული მონგრეული იქ ლუსტრაზე ბოდიში ბიკინი კიდია იქ რაღაცა სხია იქ რაღაც ნუ მოკლედ საშინელება ორგიები ხდებოდა მგონი სახლში ეს ქალი კივის წაწკანებს ნუ იმერულათ ალბათ რა ვიცი და ბატონო ნუ მოკლედ აღარ იცის უკვე რა ქნას ეს კაცი ხმას არიღებს წევს ესე რაღაცნაირად ბიჭო ხმა მოიღე ერთი სიტყვა მაინც მითხარი მადლობა. ესეთი მაგნიერობა გამორჩა. დავისწოლს იმერთისთვის. შვენიერი გოგოებო, გადასარევია პირველი რაუნდისთვის არ არის. როგორც ალბათ დამეთანხმებით რთული. ეხლა თქვენ უნდა დაიწყოთ ეს რაუნდი და ამ ორი რაუნდის შემაჯამებელ თანხებს მე გამოვაცხადებ. ეხლა თქვენ გაუშვით და მეორე რაუნდზე გადავიდეთ. რამდენად ხშირია თქვენ პროფესიაში მიმართულებაში, ასე ვთქვათ, რავი, შეიძლება ერქვას პაციენტი ამას? ბევრია? კი, სხვათა შორის ჩვენთან საქართველოში იმატა მამაკაცებმა? კი, რასაც ძალიან მივესალმები. აი, გავიგე ბოქსიორი ქალბატონები ცხვრს იკეთებენ და ჩვეულებრივი მამაკაცები რას იკეთებენ? ნახეთ, ყველას უკვირს რატომღაც ხო, მაგრამ ერთი მხრიდან რომ დავუკვირდეთ, ჩვენი პროფესია საკმაოდ ესეთი მოთხოვნადი გახდა ამ ბოლო დროს, იმიტომ რომ თქვენ ახლა მასმედიაში მუშაობთ, ცნობადი სახეები ხართ, თქვენც ხომ გინდათ რომ კარგად გამოიყურებოდეთ კამერაზე, ლამაზად იყოთ, ეს არ ნიშნავს იმას რომ რაღაც ხელოვნური და არაბუნებრივი იყოს, ხო? ამიტომ აი ბოტოქს გულისხმობთ და რაღაც. კი, ყველაფერი კეთდება. ანუ ქალი კაცი შენი ხო არ დავეუფლოთ. მოდიან კი ხშირად სხვათა შორის ცნობადი სახეებიც ბევრი ყავს და ძალიან გვიხარია რომ ნდობას გვიცხადებენ და უვლიან თავს. შვენიერი. აქ არ ვიცი, მაგრამ ჰოლივუდში რამდენიმე მსახიობი თავის შემოსავლის 60%-ს ხარჯავს მამაკაცებს გულისხმობ. ნუ ჩემ ნაოჭებზე ვერ ვიტყვით მაგას, მაგრამ ნუ როგორც არის. ხაშლამა ატკიცინებ შუბ. ხაშლამა. და კიზიყიზი. ყველაზე კარგი ფილერი ხაშლამა. კი ბატონო, კახელები ამოსულა ამასობაში. და ძალიან საინტერესოა ნამდვილ ამბავს მოგვიყვებით თუ. კახელზე ხა ერთი გამახსენდა. ესე იგი, კახელი აძინებს ბაოშს, ხო და მეზობელი შევა რა და უყურებს და ეს აკვანში უწევს და აქანავებს და ესე ჭყრომ ესე უბნება და ეს მეზობელი ეკითხება რომ ესეთი ხმით რატო აძინებო გასო ეს ბავშვმა როგორ უნდა დაიზინოსო და რას ამბობო როცა მეუნები რომ ეს რამდენი ვაძინებო დედი მეძახისო რომ მეუნებიო რომ ჯობია რომ ჭყრობ უთხრაო ჭყრობ ვერ უთხრა ჭყრომზე ოუ დიდარა ბიჭო აი გავიგე ესე უნდა გაგვასწორო მიწასთან
მეუნებიან ხოლმე რომ ამდენი გინებავ. ეგ აკუნიდან ავსწავლობთ ხო ხე? ზუსტად. დიახაც. არ უყვარსო კახელით, ა? აბა რა. აბა თქვენ რას მოგვიყევით? ესეც მე მგონი ნამდვილი ამბავია. ცნობილი ამბავია, 90-იანებში ხდებოდა ალბათ ჩემი აზრით, იმიტომ რომ ყველაფერი ხდება აბანოში. საერთო აბანოები რო იყო ადრე, დენი არა, შუქი არა, გაზი არა, ის არა, ეს არა, ნუ მოკლედ საერთო აბანოში არიან პატარა ბიჭები. ბანაობენ და იქ ვიღაც დიდი ღიპიანი კახელი კაცი, აი ხოშიანი, ნამდვილი კახელი დაინახეს და ერთმანეთს ჩუჩულებენ. ნახე რა, ამ ხელა ღიპი აქვსო, ნეტაო, ამ მუცელში რა აქვს. ნუ ახლა პატარა ბიჭები არიან და ბომბი. მოდი ავაფეთქოთ. იცი იმას შეხედე, რა სააფეთქებ, ისეთი პატარა ფითილი აქვს, იქ რა სააფეთქებ. იცი რა მაგარი. აი ხე კახეთში ბირჟას რო ეძახიან, არ იგებ ხოლმე რაღაც მაგარა. ან თქვენსკენ მაგარი ნაკვიმატებია და როგორ არ გახსენდება რა. ან მზეს რაც და ყუდროზე დაჟიქებს რაღაც. ყუდროზე. მაგრად, ხო იქ ხა სუცოცხალი. ნაკვიმატი ხალხია მაგარი. და არის რაღაც, აი მაგალითად, ხა მე ბავშვი ვიყავი, 90-იანების ბავშვი ვარ, ხა პატარა გოგოც არ ვარ და მახსოვს ერთი კახეთში ერთი მეზობელი ანტონა ყავდა რა, ესე თქვა და ეს ანტონა მოკლედ წნორში დადიოდა ხოლმე რა, რძის პროდუქტს ეზდებოდა ხოლმე და ძველად ადრე რაღაც ყვითელი ავტობუსები იყო, პაზიკ ავტობუსს ეძახოდნენ და ამ ავტობუსს დავყვებოდა ერთხელაც აი რუავი და გადაჭედილი იყო ეს ავტობუსი და ვერ შეეტია რა, დიდი კაცი იყო ტანით რა ხო და როგორც იქნა შეეკვეხა და შევიდა და ერთი ლამაზი გოგო იჯდა წინ და გადაბრძანდითო რა ძიაო. გაუხარდა ეხა ამ ანტონას რა, დაეცა ეგრევე დაჯდა და თანაური ხარო შვილო შენო რა, გაუხარდა რო დავუცა და ვაქირელი ვარო და შენო ბოზი იქნებიო და ხალხმა რა ასეუნები კაცო შეურაცხყოფას რატო აღებდა რა სამოფო ცოლი ვაქირიდან ამყავსო. ბრავო. აუ ჩემი ბევრი ამბებია. კახეთში ხა სულ ანეკდოტები არის. მაგრები არიან, უბრალოდ თან მაკეთ ხარ ეს ისეთ რაღაცებს ვიგებ ხოლმე რომ ყურონუ გაიგონებო რა. ენაც როგორი აქვს, აი რაღაც პირდაპირ საუბარი გვიყვარს და აი მეც ხა ჩემშიც არის ხოლმე რაღაც კახურისინი. კი, შესამჩნევია. ესე მივახლი ხოლმე, არ მიყვარს ხოლმე. შესამჩნევია. კარგი, გავუშვი, აბა ხელიეთი, ნახოთ რა ამოვა. ნახოთ. ამასობაში კიდე ანტონას ისტორიასაც თუ გაიხსენებს სხვას, ან სხვა ვინმენს კარგი იქნება. ისე თამაშგარი. ექიმები, ფაქტიურად შენც კარგი უნდა იყოს. ჩემო თემა. სხვათა შორის ძალიან ბევრი კურიოზები ხდება ჩვენს პროფესიაში და კი, მინახავს ხოლმე დიდტუჩებიანი ქალები. ეს ერთ-ერთი ჩვენი ფიშკა. ხო. მოკლედ, ესეთი ანეკდოტი. გაიხსნა ახალი კლინიკა და დაანონსეს ეგეთი რამ. ანუ პაციენტი რომ მოვა, თუ ჩვენ მოგარჩენთ და ჩვენი მკურნალობა ღირს 5000 ლარი. მაგრამ თუ ჩვენ ვერ მოგარჩინეთ, იქეთ გადაგიხდით 10000 ლარს. სწორად თქვი. ერთმა კაცმა გადაწყვიტა, კაცო, ალბათ არ ვარ, მაგრამ რაღაცას მოვიგონებ ისეც და აქეთ 10000 ლარს გადამიხდიან. წავიდა კლინიკაში. მივიდა ექიმთან და ეუბნება, ექიმო, რაღაც ყნოსვა დავკარგეს, სუნს ვერ გზნობ. ალბათ კორონას დრო იყო ამ დროს და ხო და ეს ექიმი უძახის ექთანს. ექთანი, მოდით, ის ყვითელი წამალი წამოიღეთ. წამოიღო რაღაც ყვითელი წამალი, მიაწოდეს ამ კაცს და რო უნდა გადაკრას და ვაიმე, ეს შარდია? გენაცვალე ჩვენ მოგარჩინეთ. გადაიხადა ამ კაცმა 5000 ლარი და წავიდა გამწარებული კაცო, ამათმა როგორ უნდა მაჯობონ. ამ ფულს მაინც ამოვიღებ. გავიდა ცოტა ხანი ახლა რომ იმათ დაავიწყდეთ ვინ იყო? მოვიდა მეორე ჯერზე. ეხლა ამბობს ექიმო. რაღაც გემოს ვეღარ გძნობ ამ ბოლო დროს და ალბათ ისევ კორონაა, რა ვიცი. ეს ექიმი ისე უძახის თავის ექთანს, გამომიტანეთ ის ყვითელი წამალი, ეს დაიძაბა. მაგრამ ეხა ხوار შეიმჩნევს. ხო. რა ქნას ახლა? სუნი არ აქვს.
გადაკრა. ვაიმე, ეს რა დამალევინეთ, შარდი და ორჩენილი ხართ ბატონო. კიდე 5000 გადაიხადა. ნუ ჭკუაზე აღარ არის რაქნას ეხა ფიქრობს. არ ეშვება. რა არ ეშვება, ხო ეხა 10000 დაკარგა. უნდა ამოიღოს. ბოლო მიდის ისევ და კიდე ახალი რაღაცა გამოიგონა. აი იცით მეხსიერებას ვუჩვი. ყველაფერი მავიწყდება. ექიმა ისევ. გამოიტანეთ ის ყვითელი სითხე და აუ ამან ისევ შარდი უნდა დამალევინოს და მოკლედ ისევ 5000 ლარი დარჩა ისე. მოარჩინეს. შარდი ხოძზე ყოფილა რა. შენიერი. ესე იგი, რა მაინტერესებს იცი თქვენ რაღაც TikTok-ზე ხო რაღაც ამბებში ხართ თუ არა? ვართ ხოლმე კი. მაიუნობთ ხოლმე რაღაცებს როგორც და რა მიმართულებაში ხართ? რაღაც სეგმენტებს ხო ირჩევ? მე ხა ვარჯიშებს და რაღაცებს ამითი ხო ვაქტიურობ ხა. რა ვიცი ხა სხვა გოგოებს რო უყურებ ხოლმე რაღაც შილაკი რაღაცები ხა. რა ვიცი ხა ეს თავი. ანუ ასწავლით რაღაც მოძრაობებს? ანუ ჩემს ვარჯიშებს ვდებ ხოლმე რაღაც თუ ბევრი გამომწერი ყავთ? არც ისე სხვათა შორის ამ ბოლოს დავიწყე რაღაც მაგებით დაინტერესება, მაინც არ ვაქცევდი ხოლმე ყურადღებას და დღეს რა ვიცი რანაირი ცხოვრება არის, თუ ბევრი ლაიქი გაქვს, შეიძლება თუ ანუ ლაიქები თუ ბევრი გავიდა, ანუ მაგარი ტიპი ხარ და თუ ცოტა ლაიქები გაქვს, ანუ არაფერი არ ხარ, თუ რა ვიცი. ეს TikTok-ში რაღაც თქვენ რა სეგმენტი გაქვთ? მე სხვათა შორის სხვადასხვა სეგმენტს ვცდილობ მოვიცვა, იმიტომ რომ ნუ რა თქმა უნდა პროფესიიდან გამომდინარე, თუმცა ელენემ კი აღნიშნა, მაგრამ მე მიყვარს ბრანჭები, ამიტომ სხვადასხვა ვიდეოებს ვდებ, თუმცა რა თქმა უნდა სამედიცინო დატვირთვითაც მაქვს რაღაც პროცედურების პროცესს ვაჩვენებ ჩვენ პაციენტებს, რომ არ კონდეთ შიში, პირიქით კარგად განეწყონ და ყველა თქვენი კერძო კლინიკა გაქვთ? ხო, ჩვენი პატარა ბიუთი ცენტრი გვაქვს. ხო, ძალიან კარგი, მშვენიერი და გადასარევი. ბიჭები რამდენად სწავლობენ თქვენგან ამ ბოქსის სიდეთებს, TikTok-ს გულისხმობ? სხვათა შორის მაგათთვის ძალიან мотиваცია ვარ პირდაპირ ვთქვა. ანუ ზოგადად რო ხედავენ ქალს მოკრივეს, აქტიურს, იქ არა მარტო ბოქსის ვარჯიშებია, იქ სირბილები, თან ისეთ ადგილებში დავბივარ, მოკლედ კახეთში ხა თაგორიანი ადგილები გვაქვს. იქ რა ვიცი, ალბათ ქალს ფეხი არასოდეს არ აქვს დადგმული ადგილებში მივბივარ და მომწერენ ხოლმე რაღაც შეიძლება რომ ვივარჯიშოთ თქვენთან რაღაც. ბატონო შორის ჩვენი ძვირფასი გოგონები რაღაცა ბოლო პერიოდია ბოქსს ირჩევენ რომ რაღაცა გახტომითაც კარგად ხდები და კარდიო ამბავი არისო ისე. ძალიან მიხარია მე პირადად რომ ზოგადად დღესდღეობით მანდილოსნებს ძალიან ბევრი ცნობილი მომღერალი მსახიობი დებს ვიდეოებს როგორ ვარჯიშობენ. კრივი ძალიან მაგარი სპორტია, ვერტიკალურად ხარ ფორმაში და ზოგადად ფსიქოლოგიურადაც სისხლის მიმოქცევაც არაჩვეულებრივია. როგორ არა ხანაკიდან გამოგესხმება ხა მშვენიერია. მაგარია კრივი, ძალიან მაგარია. ფსიქოლოგიურადაც იწვრთნები. ისედაც ფეხებზე მოძრაობ, ხელებს იქნევ, თან უნდა იაზროვნო, აი წარმოიდგინე ძალიან რთულია ეს ყველაფერი რა ერთად. ძმა თუ ყავთ? კი, მე მყავს, ერთი ძმა მყავს. არ არის ბოქსიური? არა. თავისთვის ვარჯიშობს ხოლმე. ხო, მოკლედ ეხლა ექიმების თემა არის და ცოტა რაღაცეები გკითხე, მაგრამ არა უშავს. მაინტერესებდა და იქიდან გამომდინარე და აბა ექიმებზე უნდა მოგვიყვეთ. ექიმებზე ხო, ერთი კაი ამბავი გამახსნა, ესე იგი. ანეკდოტია? კი, ანეკდოტია. დავიჯერო ქიზიხში არაფერი გაგიგია ექიმებთან დაკავშირებით. რო ვიფიქრო. ჯერ ეგ მოყევი და მე თან გაგახსენდება. ერთი ციგანი, მოკლედ ციგანი ქალი არის და 7 შვილი ყავს რა და მერვეზე არის ორსულად და ეს 7 ბავშვი ისეთი საზღარი ბავშვები ყავს, აი ქურდბაცაცები, გაუბედურებულები, გათახსირებულები, მოკლედ ბავშვების გარდა ყველაფერი არის და ექიმთან წავა ეს საწყალი ციგანი და ეტყვის რომ აღარ მინდაო ეს მერვე ბავშვი გეხოცებიო და აბორტი გამიკეთეთო რა და ეს ექიმი ეუბნება რომ არა არ გინდაო იქნება ეს დანარჩენები რომ ცუდები არიან ამან გაამართლოს და კარგი გამოვიდეს თუ გააჩინეო რა ნუ გაიგეთ არაო რას ლაპარაკობ ესეც ეგეთი იქნებაო და რა იციო შენო და რა სამოფო საღამოს ვანაში რომ შევიდივარ ხელსაყრელს და საპონს ამპარავს რო საპონს იქიდან მე ქურდბაცაცი თავიდან მე ქურდბაცაცი აბა მითხარი ხე კახელებზე არაფერი არ მოგივიდა ესეთი ამბავი აუ რა ვიცი კახელი შენ სამეზობლოში ისეთი არავინ არ იქნება დავიჯერო
ჩემი სამეზობლო ნახევარზე მეტი ერთმანეთს არ ელაპარაკება. რატო და კახეთში ალბათ სხვა კუთხეშიც არის ხოლმე ზოგადად კახელები ცოტა ისეთი ჯიუტები და რაღაცნაირი ხალხი ვარ და აი მაგალითად იმისი ძროხა თუ იმის ეზოში შევიდა და რაღაცა შეჭამა 1-2 წელი არ ელაპარაკება. მე იმისმა ზაღნა თუ იმის ქათამი გაპუტა აღარ ელაპარაკება და ეს მთელი ცხოვრება ერთმანეთს არ ელაპარაკებია. რას ლაპარაკობ? მეც მყავს ახლა ერთი მეზობელი მაგალითად ბავშვობაში პატარა რო ვიყავი თურმე რაღაც ლექს მეუბნებოდა ხოლმე რაღაც ესეთი ლექსი იყო მწყევლი და ფაქტიურად რა ერთი დიდი ქალი იყო ცოტა ბლუ იყო და ელენე ჯერ შენ მოკვდი მე მიმეორებ და ერთი სამჯერ ოთხჯერ და მე დედაჩემა წაავლო ხელი და კარგად მოჩეჩა მოქოჭრა რა და რას მიწყევლიო ბაურს და მე ხა არა ლექსიო წევლი და რა და მე სხვათა შორის ერთი 2 წელს უკან ხალი აღარ მინახია მე წლები გავიდა ეხა მე ბავშვობიდან წამოვედი აქეთ ბიძასთან ცხოვრობდი მე აქეთ ჩემით რაღაც დამოგრება ჩავედი და მივესწრე მეთქი ქალბატონო როგორ ძადებით როგორ ახარ და ეს მიყურებდა ანუ ისი მაშინდელი ისიც კი ახსოვდა მიუხედავად იმის რომ თვითონ წევლი და კიდე ეგ იყო გაბრაზებული ჩემზე მაინც ახსოვდა ახლა მაინც მოვიკითხე რა თქმა უნდა რა ვიცი ზოგადად კახელები სულ ანეკდოტები არიან რა კი ბატონო იცი რა მითხარი სპორტს კი მისდევ მაგრამ როგორ ახარს მასთან არ მიყვარს სასმელი ერთ ჭიქაში ისეთურები რომ ხო არა ნორმალი მოქმედებს ჩემზე სასმელი ზოგადად ოჯახში თუ აწარმოებდით ღვინოს კი ჩემი მშობლები დედა როცა სოცხალმა და ყველაფერს ეხა კახური ჩვეულებრივი ტრადიციული ოჯახი იყო და რაღაც ეხა ჩემი ძმა წურავს ღვინოს ძალიან კარგი გოგოებო მშვენიერი მე გავყოფ ამ თანხას რაც აქამდე იყო შუაზე თქვენ მეგობრები ხართ და რომ ჩხუბიო და არ გაებოდოთ არ მოგივიდეთ რამე მე კი ვიცი ვინ მოერივა მაგრამ მაინც სხვათა შორის ვალი ხო მისასები მაგათა კარგი ეხლა მესამე რაუნდია თავისუფალი თემა უნდა შემოგთავაზოთ და თავისუფალი თემაში ძალიან საინტერესოა ხოლმე ესე იგი თავისუფალი ისტორია რაც თქვენ ყველაზე კარგად გამოგდით ან გსმენიათ ან ანეკდოტია ან ამბავი რომელიც თქვენია და მოდი დაიწყეთ თქვენ რა ვიცი ანეკდოტიც მახსენდება და რამე ამბავიც შენ ალბათ გაახსენდება ენჯელსაც კი ბატონო მოდი დაიწყეთ თქვენ დიახ კი როგორ არა მახსენდება თქვენ ანეკდოტიც მოყევით და ამბავით ხო შენ გეკერკება რა მოკლედ ესეთია საიქიოში შეხვდნენ ერთმანეთს ქართველი სომეხი რუსი და ეხლა ეკითხებიან ერთმანეთს ნუ როგორ მოხდია აქ რა მოხდა თურმე ამათი სამივე სიკვდილის მიზეზი ყოფილა მანქანა. აჰა. და ეხლა უნდა მოყვენ ერთმანეთთან რომ რა მიზეზი. ნუ რუსი ყვება ეხლა რომ ლადა კალინა მყავდაო და რაღაც ისე ტორმოზი დავაჭირე და ნუ მუხრუჭი რა და არ დამემორჩილა და მოკლედ გადაყირავდა მანქანა. თქვენ ძალიან ერკვევით ავტომობილის მარკებში როგორც ვარ. ხო, ალბათ. ხო, რაღაც დაზუსტებურად ამბობთ ყველა. ხო, აქ საჭიროა ამის დაზუსტება. ნუ მოკლედ ასე იყო ამ კაცის მიზეზი სიკვდილის. ეხლა შემდეგი ქართველმაც ეხა ქართველი კანიშნა ბლატნოი ტიპია ეხა და მეო BMW ბოლო მოდელი და ჩვენთან იქ პერევალზე მივდიოდი და მომიცურდა მანქანა და გადავბრუნდი და ნუ გარდაიცვალა ეს ჩვენი ქართველი და ეს იყო მიზეზი რა ჩემი ბოლოს ახლა სომეხი ხო იცით სომხები რა ტიპები არიან ახლა ცოტა სხვანაირები და მეო ფერარი მყავდაო და ესენი გაისუსე რა ფერარი მე როგორ და თელი ცხოვრებაო ვაგროვე და ვიყიდე ბოლო მერე შიმშილით მოვკვდი ვაუ არა კი ვიყიდე მაგრამ შიმშილით მოვკვდი ამოძურა სული საწვავი მანქანა იყო მაინც კარგი ხარ მშვენიერია აბა გისმენთ ერთი ნარკომანია ხო და
გაუთავდება წამალი რა და სუდათ არის რა იქექება, იფხანება, იგლეჯავს კანს რა, აღარ შეუძლია და წავა ზღვისპირას ჩამოჯდება და ზის თავისთვის ტალღებს უყურებს და სუდათ არის, გიждდება და გაიხედავს და გვერდიდან მოდის ძალიან დაჯღანული კაცი რა, აი ძალიან მახინჯი. ბაბაიაგა დიდი კბილებით, მეჭეჭებით, რავით, მაგაბურძგნული რაღაც აი საზიზღარი საშინელი და მოდის და დაუჯდება გვერდით რა და გეხოცებიო რა მიშველეო წამალი გექნებაო და მომეციო რომ გავიკეთო რა ცუდათავარო და კი მაქვს წამალიო რა მოგცემო მაგრამ ერთი შემოთავაზება მაქვს შენთვისო და აი ბაბა მითხარიო რა გინდაო და ჩემი შვილიშვილი უნდა მოგათხოვო და არ მოეწონება ეხა ამას რა ეს არაო ცუდათავარო ჩქარა წამალი მომეციო რა ვკვდებიო და ჯერ ჩემი შვილიშვილის მოგათხოვებო და ამან უთხრა რომ გამიწყალეო რა საქმეო რა ჯერ შენ რასა გავხარო და შენი შვილიშვილი რა უნდა იყოსო ისიც მაგას დაჯღანული იქნებაო და კარგიო ეს ბაბაიაგა მისცემს ამ წამალს გაიკეთებს წამალს და მოკლედ კაიფში ზის გასწორებულში მაგრად დამშვიდებული კაიფობს და იხედება წინიდან და ზღვიდან ამოდის ულამაზესი გოგო რა ისეთი ლამაზი რომ აი მოკლედ ზეთუნახავი რა და ეს გოგო მოდის ახლო და გამარჯობაო ესალმება და თქვენ ვინ ხართო ანუ ბაბუა მისთან დაინახა რომ ზის და შენ თვითონ ვინ ახარო და მე ბაბაიაგა შვილიშვილი ვარო და თქვენ ვინ ახართ მე მაგარი ვარო ბაბა იქნება თუ იქნება ნამდვილი ამბავზე რას ამბობდი ნამდვილი ამბავი რა ვიცი ზოგადად ეხა ცოტა კონფლიქტური ქალი ვარ რა სულ მამაკაცებთან მომდის ხოლმე კონფლიქტი და ანუ არა და ფაქტიურად მარტო ისე რომ ვიფიქრო ვაფშე არა ვარ კონფლიქტური მაგრამ ამ კაცებს არ ვიცი რა რატო გადაეკეტებათ ხოლმე ჩემს მოკლედ არ მოსვენთ არ ჩემი აქტივობა არ ჩემი საქმიანობა სულ მეჯიბრებიან ჯიბში მიდგებიან აი სულ რაღაცა აი სულ კრიტიკის საგანი ვარ ჯობნი ეთყობა ხო და მე კიდევ ეხა თან რანაირი კახელი ვიქნები და მაგარი ჯიბრიანი ვარ თან და ეხა თან ფიზიკურადაც ეხა ძლიერი რო ვარ არ უთმობ არაფერს რა აი ეხა სამსახურებრივათაც ნორმატივები რომ მაქვს ხოლმე სულ მინდა რომ წინ გავასწრო ყველას არ გავახარებ არავის არ გავასწრებინებ რაღაც შოუში ვიყავი სტუმრად და რაღაც რომ მორჩა ეს გადაცემა მე ეთერში ხო გავიდა და ჩემს ჩაცმულობაზე გაამახვილეს ყურადღება მოკლედ ნახევარი საქართველოს ლანძღავს და მთათხავს და ვერ გავიგე ხა ისეთი არაფერი არ იყო სპორტული ჩარვალი ყველას უნახია და რა ვიცი მოსხმული ხა რაღაც მოსასხამის გრძელი ტყავის რა მოკლედ აი გამანადგურეს და ერთი ჯიგარი ვიღაცა ერთი ამხელა ჯიგარი შემოვარდა და ხო ისე ცუდ რაღაცას მიწერს просто ხა მოდი ვიტყვი რას დაწერა რა ხო ანუ რა დამიწერე შენ რო დამასკდიო რა და აუ მე ვთქვი შენი დედა ვატირე აუ რა დამემართა იცი ჯერ ხო სულ სიმწრის ოფლი მასხავ და შევდივარ ახლა გადავდივარ მაგის პროფილზე ვნახო ვინ არის რა და ვიღაცა ერთი მეტრიანი რაღაც ჟიგულთან რაღაც მინდორში და ეს თოფი უჭირავს აი ეს მაგარი ბიჭივით მე ვარ და მე ვთქვი შენ გიჩვენებ ახლა წერ რა ესე იგი წერ და როგორ წერ იცი ეს რამის ფეხები დავახმარო რა ისე წერ დათავა რა და ერთი ამხელა ტექსტი ხომ მე ვაგინე დავაფარე თავზე მე მოკრები მე ვთქვი გცემ თავს გაგიჩეხავ ბლოკავს ყველგან რა და მე მოვიძიე რა გადავედი ახლა პროფილზე და კომენტარებში ამონახე რომ ცოლი ყავს შვილი ყავს და მივწერე ცოლს ცოლი გამოვიდა მე ვთქვი ახლა მე შენთან მოვდივარ ახალციხეში ცხოვრობდა რა თან ხო ვაკვირდებოდი და შენ მაგმარმა ეს რაღაც დამეწერა მე ვთქვი ახლა გამოვათრე მე ვთქვი შენთან წინ უნდა ვცემო სულ წიხლით უნდა ვცემო თქო და ამან ხო უთხრა რაღაც და მართლა მივდიოდი რა აი ძალიან ცუდად ვიყავი რა იმ დონეზე ემოციური ფონი მქონდა რომ აი გადაკეტილი მქონდა რა და გზაში ვიდეო მომდის და ეს ტიპი საწყალი ის რომ მეჯგიმებოდა და რაღაც რომ აყენებდა შეურწყებას ქალბატონო ელენე ძალიან დიდი ბოდიში ჩემ გამსგავსი არაფერი არ იქნება და რაღაც ბოდიშის ვიდეო გამომიგზავნა რა და გაწია გზაში ხო დამაწია გზაში მე ეს ვიდეო აუტვირთე Facebook ხო გააუქმა ყველაფერი და სხვათა შორის მე მაგის მე რამოდენჯერ მე რაღაც ეთერში შევედი და ვაფშე კაცები აღარ მიწერე საერთოდ ხო აბა ხო ძალიან წყობიდან გამომიყვანა რა აი მოკლედ გამაგიჟა რასაც ქვია აი იმ წუთას წინ რომ ყოლო და აი რო წამოლო ხელი გავგლეჯავდი შუაზე ისე ვიყავი რა მესმის ძნელი არის კაცები მაგრამ კარგი არის ისო თქვენ მობრძანდით თავარია მშვიდობით დამთავრდა ყველაფერი კარგად ხართ და მე მადლობა მინდა გითხრათ გოგოებო მობრძანდით დიდი მადლობა თქვენ ჩვენი დაპატეჟებისთვის რომ თქვენი დრო დაგვითმეთ ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვიდა თავისუფალი რაც თავარია მშვენიერი ამ თანხასაც გაგიყოფთ მე კიდე გექნება შენ ვალი რაღაცა და ბარემ პირდაპირ მივცეთ ვარა ხო და მაინც მე თქვენსკენა ვარ რომ მე რამე უთანხმოება რო არ მოხდეს რა ვიცი მაინც რა და
იმრავლეთ და აშენდით მშვენიერი. ჩვენ მოგვარდებით, არ არის. კი ბატონო, მოგვარდებით. მადლობა კიდევ ერთხელ, მე კი დაგემშვიდობებით ასეთი არაჩვეულებრივი სტუმრების კიდევ ერთხელ მადლობა და ჩვენ შეხვდებით. რა თქმა უნდა კვირა დღეს რუსთავი 2-ზე. არ გადართოთ, ვიყურეთ ჩვენ. დროებით.